მოგესალმებით YouTube-ის მაყურებლებო. მოკლედ ვიწყებთ ვაზნების დამზადებას. მინდა შემოგთავაზოთ ერთი პატარა ვიდეო კოლაჟი ვაზნების დამზადების. ანუ ჩვენ შემთხვევაში ვაზნებს ვტენით ეგრეთ წოდებულ ტყის ქათამზე. გამოყენებული გვაქვს კომპონენტები ესპანური Dentimax-am CSB1. გამოვიყენებთ ეგრეთ წოდებულ 7 ნომერის საფანტი. გამოყენებული გვექნება დისპერსანტის პიჟი და ფრანგული ფირმის ეგრეთ წოდებული ჟეველო CX1000 და CX2000. ანუ სხვაობა ჟეველოებში არის როგორი? არის CX1000 ნაკლებად ფეთქებადი, CX2000 მეტად ფეთქებადი. გამოყენებული იქნება ვაზნები, ჩედეტის ვაზნები, რომლებიც აკრეფილი არის თბილისში, ეგრეთ წოდებულ სპორტინგზე, სტენდზე. ეს ვაზნები არის განასროლი. ჩემ შემთხვევაში ვაზნები არის დარეცხილი, დამშრალი და გამოყენებული არის ჟეველო. ვიყენებ ეგრეთ წოდებულ ლელოადის აპარატს, ამერიკული სატენი არის. ძალიან კარგი სატენია, მინდა გითხრათ. უბრალოდ ჭირდება ზუსტი დოზირება, ჭირდება ამ აპარატს კარგი გაცნობა. არაერთი ათეული ვაზნა უნდა დავტენოთ, რომ ამ აპარატმა მოგცეს შედეგი და ვისწავლოთ ამ აპარატით მუშაობა. ჩემ შემთხვევაში კიდევ ვიყენებ ეგრეთ წოდებული ველკონტის მატრიცებს. ანუ მინდა გითხრათ მეგობრებო, რომ ეს მატრიცები ჩამოტანილია რუსეთიდან. ვიყიდე რუსეთში, ამასთან ერთად გამოიყენება ეგრეთ წოდებული UPS 5-ის სტანოკი, ანუ უნივერსალni прибор-седаренко. ესეთი ძველებური სტანოკი არის. მაგრამ ჩემ შემთხვევაში გავაკეთე როგორი რაღაცა. ამ აპარატს ლილოაც აქვს 8 ვარსკვლავი და 6 ვარსკვლავი ხვეული. ანუ ეს არის 6-იანი ვარსკვლავი, რომელიც დაიკეცება და გამოვა 6-იანი, 6 ფრთა ექნება. და არის კიდე ამერიკელები გამოიყენებენ ხშირად 8 ფრთიან ვარსკვლავს. და მინდა გითხრათ რა, ამ სტანოკს აქვს ორივე ფეხი, ესეთი, რომელიც ტენის 8-ს და ტენის 6 ვარსკვლავს, კუთხიან ვარსკვლავს. მე გამოვიყენე როგორი რაღაცა, 8-იანი ვარსკვლავი გავაუქმე ამ აპარატზე და ვიყენებ ველკონტის მატრიცებს. ანუ ეს არის ვარსკვლავი, ეს არის თავის მოხვევა, დაპრესვა და ეს არის ფორმირება. და ყველაზე მთავარი, ამ მატრიცებს მოყვება ერთი კარგი რამ. ანუ ესეთი დეტალი. აი ნახეთ, დააკვირდით. თუ ვაზნას დავტენით სწორად, ანუ სწორად შევარჩევთ სიმაღლეს. ამ ესეთი ფეხის მეშვეობით, აი რაღაც ამას გრიბოქს ეძახიან რუსები, არ ვიცი ხა ქართულად რა უნდა დავარქვათ. დავარქვათ საზომი. თუ ვაზნაში შერჩეული არის სწორად დენტი, შერჩეული არის სწორად პიჟი, შერჩეული არის ზუსტი სიმაღლით საფანტი, ამ საზომს ვდებთ ვაზნაში, ესე და ნახეთ, უნდა მივიღოთ ესეთი ზუსტი ზომა. თუ ვაზნა გამოდის ესე, ანუ საფანტი როცა ჩაყრილია, ვარსკვლავი გაკეთდება იდეალური. თუ ეს ჩავარდნილია, ან ზევით არის, ვარსკვლავი არ გაკეთდება და თავისთავად კომპლექტაცია შერჩეული გვაქვს ვაზნაში არასწორად. ჩემ შემთხვევაში მე გამოვიყენებ დისპერსანტის პიჟებს, ანუ ეს პიჟები დღეს ვიყიდე მონკავშირში, არის ესეთი პიჟი.
ამას შუაში აქვს ესეთი ამორტიზატორი, რომელიც აი მინდა გითხრათ, რომ ეს ამორტიზატორიც კი არ არის. როცა დაიპრესება, ეგრევე ტყდება. ანუ ეს არ ვარ. ეს არის კუსტარულად დამზადებული პიჟები, რაც იყიდება საქართველოს მონკავშირში. რუსეთში იყიდება ყველა ზომის პიჟები, ქარხნული პიჟები, რომელსაც აწერია პიჟის ნომერი, ციფრი და აწერია გრამობა, თუ რომელი პიჟი, თუ პიჟ კონტეინერი განსაზღვრულია რა ზომის საფანძე, წონის საფანძე უფრო სწორად, ბოდიშ გიხდით. ჩვენ შემთხვევაში ეს არ აქვს. მე გავაკეთე ესეთი რაღაცა. ეს პიჟი შუა აბტურატორი მოვჭერი, ის პრუჟუნა და მივიღე ორი ესეთი პიჟი. ჩვენ შემთხვევაში მეგობრებო, ეს გამოვა კარგი კომპლექტი, კარგი კომპლექტაციით. ვინაიდან გასროლის შემთხვევაში საფანტის ესე ვთქვათ გუნდი წავა ერთად, ეს არის დისპერსანტი, ამას აქვს კარგი გაშლა, მწყერობაზე მე ეს ვიხმარე ახალქალაქში და ძალიან კარგი შედეგი მანახა. ვსროლავდი ცილინდრით. მაქვს იარაღი აფსან ფენომა, თურქეთის წარმოშვების, ძალიან კარგი იარაღია და ძალიან კარგი შედეგი მანახა ამ პიჟმა. ეხლა ამას როცა დავტენით, როცა საფანტის გუნდი გავარდება ლულიდან, ესე ვთქვათ საფანტი გავარდება, ეს როგორც კოსმოსური რაკეტა გაიშლება და არ გაყვება საფანტს. ანუ საფანტი მივა დანიშნულების ადგილას რგვალი და ეფექტური. საფანტი არ დაირღვევა. ჩვენ შემთხვევაში ეს კარგი რაღაცაა. მე გავტესტე ვაზნები, ეს ვაზნა დავტენე უკვე დღეს რამოდენიმე წელი, გავტესტე, კარგი შედეგი მანახა, ყვაყოფილი ვარ და მინდა ესე რომ დავტენო ვაზნები. ცოტა გამიგრძელდა ვიდეო მეგობრებო, მაგრამ მინდა რომ ცლად გადავიღო, ცლად დავტენო, თუ კი რამე შეკითხვები გექნებათ, აუცილებლად დასვით შეკითხვები და გიპასუხებთ. შეძლებს და გვარად. მოკლედ, მე გამოვიყენებ ლილუადის აპარატს, ავიღებ ცარიელ ვაზნას, ავიღებ ეგრეთ წოდებულ ჟეველოს. ჩვენ შემთხვევაში ეს არის CX 1000, ვინაიდან ტენით ტყის ქათამზე ვაზნებს, არ გვინდა აქ რაღაც სასწაული, რაღაც სიჩქარი, სასწაული სისწრაფის, თუმცა მე ვიცი ამ დენტით მივიღებ კარგ სიჩქარეს. ანუ სადღაც 400 მეტრი გამოვუდის ამას სიჩქარე. მინდა დავამატო, რომ ინტერნეტში თუ დავგუგლავთ Maxam CSB 1-ს, იქ არის ესეთი რაღაცა ამოვარდება, ესეთი ფანჯარა Maxam CSB 1 კომპონენტი. ანუ იმ კომპონენტში არის ესეთი ბროშურა, სადაც არის Maxam CSB-ს მონაცემები. ჩვენ შემთხვევაში უნდა დავტენოთ ვაზნები 32 გრამი. ანუ როგორც გვაძლევს ამ წამლის რეკომენდაციას. ანუ ეს წამალი იტენება 11 ნომრიდან 3 ნომრამდე საფანტით. 3 ნომრის ქვევით ეს წამალი ეს დენტი არ გვაძლევს ისეთ შედეგს, რასაც გვეუბნება წარმოშვებელი ამ წამლის წარმომადგენელი. წამალი იტენება 1.78 მიასეთი 32 გრამზე. შეიძლება იქ 1.8 იყოს, მაგრამ 2 მიასეთი ასე რომ ვთქვათ გადაგვიცდეს, ან 1.7-იც გამოვიდეს. არ არის ეს ისეთი კატასტროფული მაჩვენებელი, უბრალოდ ვაზნა არ იქნება სტაბილური. თუ ერთ ვაზნაში იქნება 1.78, მეორეში იქნება 1.8, მესამეში იქნება 1.5, თავისთავად სიჩქარე არ გვექნება სტაბილური, არ გვექნება მუშა სტაბილური ვაზნა. მოკლედ დავიწყეთ. ბოდიში მინდა მოგიხადოთ, ცოტა გაცივებული ვარ, მაგრამ მაინც ვეცდები, რომ რაღაცნაირად ვიდეო გავაკეთო. ესე იგი, დავამატებ ამ აპარატს, ლილუატს, აქვს ესეთი კარგი დეტალი. ამას ქვია საწური, ვაზნების საწური. ვინაიდან ეს ვაზნები არის განასროლი, მე არ ვიცი ეს ვაზნები რომელი იარაღიდან არის გასროლილი. ყველა იარაღს აქვს თავისი ასე რომ ვთქვათ, გაბურღვა, ზომის გაბურღვა. ყველა იარაღი არის სხვადასხვა, ინდივიდუალური, ყველა იარაღის ლულა. ამიტომ ეს შეიძლება იყოს, ეს ვაზნა იყოს შეიძლება ნასროლი რაღაც
ბაბუას დროინდელი იჟ რაღაც 27-დან ან 58-დან ან რაღაციდან ჩემ შემთხვევაში ეს ჩემ ნახევარ ავტომატში არ იმუშავებს. ანუ ეს არ ჩავა თვითონ ლულაში. შეიძლება გაჭედოს, მოგცეს ასეჭკა. ანუ ეს უნდა მოვწუროთ. მოვუწუროთ ვაზნას ქვედა ძირი. ანუ ეს ლატუნის ძირი. ამას გვაძლევს ესეთი აპარატი ლილუათი, რომელსაც აქვს ესეთი საწური. რუსები ამას ეძახიან პრაგონნაე კალცო. ანუ მინდა გითხრათ როგორ. ამას აქვს ესეთი ჭრილი. ეს ჭრილი უნდა იყოს ვაზნაზე ზემოთ. ბევრი ამას ჩვენ შემთხვევაში აკეთებს ესე. ეს არ არის მეგობრებო სწორი. აი ნახეთ, ეს ამაში ჩავიდა. ეს თვითონ ვაზნა უნდა იყოს ჩასული, ჩაჯდეს ამ საწურში. ეს არასწორად იტენება, მოიწურება. ანუ უნდა მოვუწუროთ ესე. აი ნახეთ, როგორი გაბერილი არის ვაზნა. ამიტომ ჩვენ შემთხვევაში ვაკეთებთ ესეთ რაღაცას, კომბინაციას. ეს აპარატი ყველა მისის, ბევრს აქვს საქართველოში, ეს აპარატი იყიდება. მე ჩამოვიტანე რუსეთიდან. სიმართლე გითხრათ, ამ აპარატს აი დოზირებისთვისაც კი არ ვხვარობ. ანუ მწყერობაზე როცა ვტენიდი ვაზნებს, ვტენიდი ამ აპარატით, იმიტომ მწყერზე სოკოლს ვხვარობდი. რუსეთიდან მქონდა ჩამოტანილი რამოდენიმე ბანკა და სოკოლი არ არის ახლა ესეთი დენტი, რომ არის რაღაც მილიმეტრებში და რაღაც მეასედებში თვალოთ სოკოლი. და რაც შეეხება ესპანურ დენტს, იტალიურ დენტს, ფრანგულ დენტებს, გრანულირებად დენტებს, ამასთან თამაში ცოტა რა ვთქვათ, საშიშია. აი ნახეთ მეგობრებო, ვაზნა მოიწურა და როგორ შეიცვალა კონუსი ვაზნის. ვაზნა მოწურულია, ჟეველო ჩადებულია. ეხლა რას ვაკეთებ მეგობრებო? გამოვიყენებთ ეგრეთ წოდებულ ელექტროსასტორს. ეს სასტორი არ არის ჰორნადი, არ არის ამერიკული წარმოშობის RCBS-ი, რომელსაც გამოიყენებენ ალმაზების საწონად. არ არის ეს სასტორი ისეთი ზუსტი და რაღაც სასაუმოქმედი, არის უბრალოდ ჩინური სასტორი, რომელსაც უკვე მესამე წელია ვიყენებ. აკუმულატორიც კი არ გამომიცვლია, ჩვეულებრივად მუშაობს და რა ვიცი, პრობლემაც არანაირი არ მქონია. ვიდეო რო არ გამოგვივიდეს დიდი გაწელილი რაღაც მოსაწყენი, ჩვენ შემთხვევაში მე დავტენი რამოდენიმე ვაზნას, შედეგს განახებთ და შემდგომში დაგემშვიდობებით. თუ კი სურვილი იქნება ვინმე მაყურებლის, რომ ვიდეო იყოს ვრცელი და უფრო ხანგრძლივი, მაშინ გამოვიყენებ სხვა ვიდეო გადამღებს, ანუ სხვა კამერას, ეხლა ჩემ შემთხვევაში ვხვარობ action კამერას და ცოტა სიმართლე გითხრათ, ხმაც კი არ იქნება პროფესიონალური. მაგრამ არა უშავს. აი კიდე მინდა გითხრათ, რომ მე შემიძლია ლილუადი დავრწყა, ისე რომ დავტენო 1.78, მაგრამ არ ვხვარობ მეგობრებო, მირჩევნია ხელით დავტენო, ვინაიდან მე ამ პროცესით ვაზნების დამზადების პროცესით ვღებულობ დიდ სიამოვნებას და იმედია ბევრი თქვენთაგანიც ესე არის. ამიტომ საღამოს რო დავჯდებით ტელევიზორთან იქნება თუ ერთი ლამბაქი ყავა იქნება თუ რამე იქნება, დიდი სიამოვნებით 25 წელ ვაზნას, ჩვენ შემთხვევაში აქ ვაქვს ჩასადები ვაზნების დავამზადებ და ვივდივარ სანადიროდ, რაც ყოფნის და ჩემთვის ბევრად საყოფია დღესდღეობით 25 წელი ვაზნის დამზადება. თუ ამ ყოფნის თავისთავად ამისთვის არის დრო, ავტიები და დავამზადებ. ანუ მინდა გითხრათ, რომ არსად არ მეჩქარება, რომ მე ამ აპარატით
ვიждდა რაღაც 1 2 3 ყოველ წუთში თითო ვაზნა დავბეჭდო. აი მეგობრებო, სასწორზე 1 და 78 მივიღეთ. ეხლა რას ვაკეთებთ? ამ ვაზნებს, როდესაც ვარსკვლავი მონახული იყო თავიდან, ხო? პიჟის ჩადება შიგნით არის ცოტა რთული. მე როგორ ვაკეთებ? ლილუადის საშუალებით, ლილუადს აქვს ესეთი კარგი ფუნქცია, ვაზნას შევდებ და აი პიჟი აპტიურატორით ჩავდები და ჩავპრესე. თუ არა აქვს ბევრს თქვენთაგანს ეს აპარატი ლილუადი, ეს შეგვიძლია ხელით, შეგვიძლია რაღაც კოსტარული გამოგონებებით, რაღაც მეთოდებით პიჟი ჩავდოთ ვაზნაში. აი ნახეთ, დენტი 1 და 78, პიჟი დისპერსანტი და ვდებთ სასწორზე. ვაკეთებთ ტარირებას სასწორის და ვიღებთ საფანტს. აი ნახეთ მეგობრებო, ეს საფანტი არის ქართული საფანტი. ჩამოტანილი მაქვს თავის დროზე რუსეთიდან. და მინდა გითხრათ, რომ ძალიან მაგარი საფანტია. ქალაქ ბიისკის საფანტი რუსეთში არის ყველაზე ცნობილი საფანტი. აი ნახეთ, ჩავყარებ 26, 27, 30, 32. აი 32 და 16. მოდი ამოვაცალოთ ერთი საფანტი და დავდოთ სასწორზე. მივიღეთ 31 და 90. დავამატოთ ის ერთი საფანტი 32 გრამი. აი შეგვიძლია სასწორი შემოვატრიალოთ, თუ გამოჩნდება ნახავთ, რომ არის 32 გრამი. აი მეგობრებო, მე როგორ ვაკეთებ? უსაფრთხოების მიზნით და მინდა ყველას გირჩიოთ მეგობრებო, რომ არავითარ შემთხვევაში ვაზნები არ დატენოთ რაღაც მაულში და რაღაც გაფანტულ გონებაში. ვაზნებთან თამაში არ შეიძლება, დენთან თამაში არ შეიძლება. მე მაქვს ესეთი დაფა, 25 წლიანი დაფა. საქართველოში ესენი არ მინახია, კიდევ ვიტყვი რომ ჩამოვიტანე რუსეთიდან, არ არის ძვირი, შეგიძლიათ კუსტარულათაც გააკეთოთ რამე კაუჩუკით ან ხით რაღაცით და ვაზნებს როცა ძველ ჟეველოებს ამოუღებთ, აი დააწყოთ ესე უკუღმა. ანუ ჩვენ შემთხვევაში ვხედავთ, რომ ვაზნები ცარიელია. ეხლა მე როცა ცალკე ვტენი ვაზნებს, მაშინ მოვყვები სათითაულოდ, ყრის დენტს, მე სათითაულოდ პიჟებს და სათითაულოდ საფანტს. ჩვენ შემთხვევაში მე ვიღებ ვიდეოს და გავაკეთე ისე, რომ პირდაპირ დამენახებია თქვენთვის პროცესი. უბრალოდ არის ესეთი რაღაცა, რომ არა მაქვს პროფესიონალური კამერა და არა მაქვს კამერა ფეხზე დასადგმელი, ხა კამერა დამონტაჟებული მაქვს რაღაც კუთხეში. ვეცადე რომ ჩემი ფიზიონომია თქვენთვის არ მენახებია, გაცივებული თავი, მოუწესრიგებელი და მინდა რომ თვითონ განახოთ პროცესი. ეხლა ნახეთ მეგობრებო. ვაზნაში, ანუ ჟეველო CX 1000, 1 და 78 Maxam CSB 1, დისპერსანტის პიჟი, 32 გრამი, 7 ნომერი საფანტი. ეხლა რას ვაკეთებთ? აი ნახეთ, ამ ველკონტის მატრიცებს მოყვება კიდევ ესეთი კარგი რაღაცა. ამას ქვია პრაგონная ტულკა. ანუ არის ესეთი ტულკა, რაც არ უშვებს ვაზნას, არ აძლევს საშუალებას, რომ ვაზნა გაბეროს. ნახეთ, ეს ჩამოვაგე, ეს ტულკა და დაპრესვის შემთხვევაში ვაზნა არ გაიბერება საფანტით და რაღაც არ ასე ვთქვათ, დეფორმირდება და დაიკვარჩხება და რაღაც არ გაფუძდება. ანუ ვიღებ ველკონტის პირველ მატრიცას, ვარსკვლავიან მატრიცას და ვაგებ თავზე. ვაზნას სადაც აქვს აი ესეთი ჭრილი. ანუ
ამ მატრიცას აქვს ესეთი ჭრილი წინ და ეს ჭრილი ზოლი უნდა იყოს ამ დანაჭრელ ვაზნაზე. ნახეთ, როგორ დაეგო თავზე? ამას ახლა ავდგები და აქ ლილუადის აპარატში დავდებ და ვოპრესავ. ნახეთ? 1. აი აი ნახეთ როგორი ვარსკვლავი გამოვიდა ლამაზი. მერე ვიღებთ მეორე მატრიცას, ვაგებთ თავზე და დავპრესავთ. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მეგობრებო, ვინმე შეიძლება თქვას, რომ რაღაც საწვალებელია, საჩალიჩოა, სათამაშოა, რაღაც პრობლემურია, მირჩევნია ვაზნა ვიყიდო, მირჩევნია სხვა რაღაც ზომებით და ფორმებით დავყენო და რაღაცა, მაგრამ მე კიდევ ერთხელ ვიმეორებ. ეს მანიჭებს უდიდეს სიამოვნებას ვაზნების დამზადება. სანადიროდ, როცა მივდივარ, ვიცი რა თოფი მაქვს და რა ვაზნა მაქვს თოფში ჩადებული. აცილების შემთხვევაში, ფრინველის გაშვების შემთხვევაში არ მწყდება გული იარაღზე და არ მწყდება გული ვაზნაზე, მწყდება გული პირადად ჩემს თავზე. ანუ ესე რომ ვთქვათ, არასდროს სროლაზე. სროლა პრაქტიკა მოდის ცხოვრებაში, ზოგი კარგად ისვრის, ზოგი კარგად ვერ ისვრის, ხანისია და ხანასია. აი ნახეთ მეგობრებო, ვიღეთ ესეთი ვაზნა. ესეთი შესანიშნავი ვარსკვლავი ლამაზი და დახვეული. აი ნახეთ. არ არის არანაირი გაბერილი, გამობერილი, რაღაც დაბურცული, გამობურცული და დავამატებ კიდევ ერთ რაღაცას, მეგობრებო. თუ გაქვთ ორლულიანი ან ცალლულიანი იარაღები. ამ ვაზნას თავის მოხვევა, ანუ ეგრეთ წოდებული ბორტის გაკეთება არ ჭირდება, ვინაიდან ვაზნა იდება ჩვეულებრივად ლულაში, ანუ ასე ვთქვათ, რომ ჩასრიალდება, ჩაჯდება. და თუ კი გაქვთ იარაღი, ჩემ შემთხვევაში ნახევრად ავტომატური, აუცილებლად საჭიროა ამ ვაზნის თავის მოხვევა, ვინაიდან არ გქონდეს რაღაც გაჭედვები და პრობლემები სროლის დროს. ანუ ბოდიშ გიხდით, მე გამოვიყენებ ესეთ ვაინა ხოტოვსკი სახვევს ყველა მიცის ეგრეთ წოდებული ზაკრუტკა, მაგრამ ჩემ შემთხვევაში ამ ზაკრუტკას გამოცვლილი აქვს მეგობრებო ეგრეთ წოდებული მატრიცა. აი რაც მე განახეთ ველკონტის მატრიცები, მაგას მოყვება კომპლექტში ესეთი მატრიცა, რომელიც თავს ვაზნას უხვევს არაჩვეულებრივად. ის რაც იყიდება ქარხნული, რასაც ამ აპარატს მოყვება, მინდა გითხრათ, არის სრულიად დიდი სიბანძე და ნაგავი. ესეთი მატრიცები ბევრად განსხვავდება იმ ქარხნული მატრიცებიდან. ამ მატრიცებს კიდევ მოყვება ტყვის მატრიცა, ანუ შაკანის სახვევი. ეს ჩვენ შემთხვევაში არის საფანტის სახვევი მატრიცა და უკვე 3 წელიწადია ხვარო, მეგობრებო, არანაირი პრობლემა არ აქვს, არანაირი რაღაც ჭედვები და გატეხვები და ანუ აქ არც ვიცი რა უნდა გათხრეს ახლა თუ რკინის რაღაც ისეთი არის. სურვილის შემთხვევაში შეგიძლიათ მომწეროთ კომენტარებში თუ სად შევიძინე და როგორ შევიძინე ეს მატრიცები. ბოდიშ გიხდით, კიდევ ერთხელ გაციებული ვარ და ყველას გიპასუხებთ შესაბამისად კომენტარებით ან პირადად ელექტრონულ პოსტაზე. აი მეგობრებო, ეს არის ერთი დამზადებული ვაზნა. ანუ ჩვენ შემთხვევაში დამზადებული ვაზნას ჩავდებთ აქ და ახლა ვიწყებთ მეორე ვაზნის დამზადებას. არ მინდა რომ ვიდეო ცოტა მინდოდა ვრცელი ყოფილიყო, მინდოდა მოკლეც ყოფილიყო, მაგრამ სიმართლე გითხრათ, არანაირ მონტაჟის გაკეთებას არ ვაპირებ აბსოლუტურად.
როგორც არის გადაღებული ვიდეო კამერით, პირდაპირ დავაგდებ YouTube-ზე. მინდა გითხრათ მეგობრებო, რომ ცხოვრობ ქუთაისში და რატომღაც აი ჩემს უბანში ცოტა ვერ არის კარგი ინტერნეტი და აი მონტაჟის და რაღაც ჩალიჩის საშუალებები სიმართლე რომ გითხრათ არ მაქვს მაგისი დრო და პირდაპირ ვიდეოს გადაღებულს ყველანაირი მონტაჟის გარეშე ვაგდებ YouTube-ზე. მე მომავალში შევძლია აუცილებლად ინტერნეტს და შეიძლება ჩემი YouTube-ის კანალიც. აი მეგობრებო, ესეც მეორე ვაზდა. დამზადებული. ეხლა არის ცოტა რაღაც აქვს ესეთი რომ ვთქვათ, ხრიჭინი რაღაც პატარა, მაგრამ აი მე ჩერდება. მოკლედ ესეთი ვიდეო გამომივიდა მეგობრებო ვაზნების დამზადების. არ ვიცი როგორ მოგეწონებათ, როგორ შეაფასებთ. შეაფასეთ შესაბამისად. თუ მოგეწონებათ დაწერეთ ლაიქები. თუ არ მოგეწონებათ დაწერეთ დისლაიქები. და დაწერეთ თქვენი კომენტარები და თქვენი აზრები. თუ როგორ მოგეწონებათ და მიგაჩნიათ ესეთი დამზადებული ვაზნები სწორად მიმართულად. კარგად მზადებოდეთ მეგობრებო, მომავალ შეხვედრამდე.